მოგესალმებით მეგობრებო, ესე იგი ამ პირამიდების სენსაციურ ამბებთან დაკავშირებით რუსული და ინგლისური ვერსიები რაც კი რაიმე იყო საინტერესო გადავარე პოსტე გადავაზიარე ჩემს TikTok-ზე ჩაკეტილი მაქვს, მაგრამ ვინც დარჩით ფოლოვერები, ვინც ხართ ჩემთან ფოლოვერებში, TikTok-ზე მაქვს გადაზიარებული და იქ კიდე დამატებითი საინტერესო ვერსიები სხვადასხვა ბლოგერების შეგიძლიათ ნახოთ რა. Am ხეობსის გიზას პირამიდებთან დაკავშირებით, აქ თემა ამოუწურავია, მაგრამ ძალიან ბევრი უაზრო ვერსია რო არ ვიბლუყუნო და რაღაცა თავი არ მომაბეზრო ხალხს. მოკლედ და კონკრეტულად საინტერესოები ამოუკრიფე და ამაზე ვისაუბრებთ. ბოლოში ჩემს აზრსაც დავამატებ ბოლოში რა. TikTok-ზეც ვისაუბრებ ამ თემაზე, ფილმი ტრანსფორმერების განხილვა მქონდა ადრეც და ეხლაც. ხო და ეხლა მოდი გავაკეთოთ ესე რა. სამ ნაწილად დავყოთ. პირველ რიგში წავიკითხოთ, მოდით ხეობსის პირამიდა ვიკიპედიიდან რა. ანუ კი გასაგებია ყველაფერი ვიცით, მაგრამ მაინც ახლა ყველა დეტალიზე პირად არ გვახსოვს. ხო, მოდი წავიკითხოთ ოფიციალური ვერსია, ჯერ ხეობსის პირამიდა რას წარმოადგენს. ხეობსის ხო და იმას ვიტყვი ასევე რომ მონტაჟები ჯერ არ მაქვს, ახლა ჯერჯერობით მონტაჟების და ვიდეო რედაქტირების და ესების საშუალება ესე თქვა მოღვაწეობ მხოლოდ ტელეფონით და მომავალში როცა იქნება მე უფრო უკეთესი შეიძლება ვიზუალური მხარდაჭერაც უკეთესი გქონდეს, მაგრამ ის საკითხები, რასაც მე ვეხები, შეგიძლიათ დაგუგლოთ ინტერნეტში, თქვენით მოიძიოთ და ცოტა თქვენთვისაც კარგი იქნება გონების გასავარჯიშებლად რა, რომ რაღაც ინფორმაციები დამატებით ან რაღაც ვიზუალურად ვიდეოები და ფოტოები კიდევ რო ნახოთ. უფრო ესე თქვა თქვენთვისაც კარგი იქნება და მაგრამ ეს რასაც მე ვყვები, უფრო უკეთესია რომ თქვენი ფანტაზიით წარმოიდგინოთ ეს თქვენი გონების განვითარებისთვის უფრო ჯობია. მოკლედ ხეობსის პირამიდა, ჯერ წავიკითხოთ ოფიციალური ვერსია. ანუ გავიხსენოთ რა არის ხეობსის პირამიდა. ხეობსის ფრჩხილებში ხუფუს პირამიდა, იგივე გიზას დიდი პირამიდა, 7 საოცრებიდან ერთ-ერთი და ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ნაგებობა, ყველაზე დიდი პირამიდა. მისი მშენებლობა ჩვენ წელთაღრიცხვამდე 26 საუკუნეში დაიწყო. პირამიდის სიმაღლე 157 მეტრი იყო, მაგრამ დღესდღეობით ის 136 მეტრია. მისი თითოეული გვერდის სიგრძე 233 მეტრია. 1 კილომეტრის გავლაა საჭირო, რომ შემოუარო ამ პირამიდას. ამ პირამიდის მშენებლობისას ეგვიპტელებმა საოცარი არქიტექტურული ცოდნა გამოიყენეს. ეს კი იმაში გამოიკვეთება, რომ მასში გამოყენებული ლოდები იდეალურად ჯდება ერთმანეთში. მასზე დაახლოებით 2.300.000 ლოდი დაიხარჯა. მისმა მშენებლობამ 20 წელიწადს გასტანა და მასში ჩართული იყო დაახლოებით 100.000 მუშა. ხეობსის პირამიდა ერთადერთია M7 საოცრებიდან, რომელიც შემორჩა. ის დღესაც ითვლება არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად. პირამიდაში შესასვლელი განთავსდა 15 მეტრის სიმაღლეზე, საიდანაც ჩადიოდნენ მიწის ქვეშ უცნობი დანიშნულების კამერაში. შესასვლელიდან 9 მეტრში გზა იყოფოდა, აქედან ერთი უცნობი დანიშნულების იყო, ხოლო მეორე ადიოდა ზევით სამეფო კამერაში. დერეფნის შუა ნაწილიდან ჭერის სიმაღლე იზრდებოდა 8 მეტრამდე, შედეგად აქ წარმოიქმნა ცრუ თაღი, ეს იყო დიდი გალერეა. დიდი გალერეის დასაწყისში გალერეა იტოტებოდა და ეს გზა მიემართებოდა დედოფლის კამერაში. გალერეის ბოლოში სამეფო კამერაში ხემიუმმა გამოიყენა საინჟინრო მიდგომა, რომელმაც გადაარჩინა სამეფო კამერა ჩამონგრევას. კერძოდ კამერის თავზე განათავსა ხუთი ჰორიზონტალური ქვის ბლოკი, მათ შორის დატოვა სიცარიელე და ბოლოს გადახურა ორ ქანობიანი გადახურვით. ზემოდან წამოსული სიმძიმე გადანაწილდა გვერდებზე. პირამიდის ახლოს აღმოაჩინეს მზიური ნავი. აღსანიშნავია, რომ პირამიდის შიგნით არსებობს სავენტილაციო შახტები, ერთ-ერთი მიმართულია ორიონის თანავარსკვლავედისაკენ. აქვე დავამატებ, რომ ეს დამთავრდა. რომ არქეოლოგების ენაზე ყორღანებს რასაც უძახიან, რომ საქართველოში პირამიდები საქართველოში რაც არის, ესე იგი ერთ-ერთი პირამიდა მე ჩემი თვალით რაც ვნახე უეჭველად არის უჯარმის ციხის უკან ვიდეო დევს დასაკრავსიაში. უჯარმის ციხის უკან და უწოდეთ ამას უჯარმის პირამიდა. იქ ნამდვილად ვიდეოშიც არის ნაჩვენები, რომ საჰაერო ვნახე მე, საჰაერო შახტის გამოსასვლელი ვნახე. ეს არის ფაქტი. ხო, აი ეს რამე ისე
ესეთი კამერიანი კაბელი რო იყოს საშუალება, იქ რო შევიდე და გაანათოს, რაღაცა მაინც დავინახავდით რა, მაგრამ რა ხნუ შახტაში შევა და სადამდე შევა. მაგრამ რაღაცა იქნება ნენელა ტექნიკური ხარდაჭერა. კიდე ერთ-ორ საინტერესო პირამიდაზე წავალ მალე, ну ამ ზაფხულზე მოკლედ და დავდებ აქ ვიდეოს, ვნახავ რეალობაში არის თუ არა პირამიდა და თქვენ თვალით შეაფასეთ და ეს ახლა იმიტომ იქნება ეს ახლა იმიტომ არის ესე ვთქვათ პირამიდები საქართველოში დასაკრავ სიაში, იმიტომ რომ ის რაზეც ახლა ვისაუბრებთ პირამიდის ამ ესე ვთქვათ რეალურ არქიტექტურაზე, ну რასაც იძახიან რომ თეორია არისო და ზოგი ამბობს ეს უბრალოდ რა ვიცი არ არის დადასტურებულია და რა ვიცი 1000 ვერსია, მოკლედ ეს სენსაციური მასალა რაც გამოქვეყნდა, ამას რაც ვთარგმნე ხა გეტყვით, ანუ მაინც დაკავშირებულია საკუთარ, რომ ეს პირამიდა როგორიც არის ეგვიპტეში, ისეთივე არის დანარჩენ მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც რა. და ეს არის მთელ მსოფლიოში. ეხლა მეორე ნაწილზე გადავიდეთ. ახლა რა სხვა ბლოგერის ვერსია და შეკრებილი ინფორმაცია. ახლა გეტყვით ძალიან მაგარ ამბავს. გიზას ერთ-ერთი უდიდესი პირამიდის ხაფრეს ქვეშ აღმოაჩინეს შენობა, რომელიც არის 2 კილომეტრის სიმაღლის. გასულ შაბათს 12 მარტის პრესაში მეორე ყველაზე დიდი ზომის პირამიდაზე გიზაში გუნდის კვლევების საფუძველზე მნიშვნელოვანი აღმოჩენები აღწერეს და რაც იპოვეს ნამდვილად გასაოცარია. ათასობით ტომოგრაფიული სურათის მიხედვით სხვადასხვა მხრიდან გადაღებით შეძლეს, რომ 3D სურათი შეექმნათ, რომელიც პირამიდის სიღრმეში ნაგებობას აჩვენებს. პირამიდის ძირის ქვეშ არის 5 ერთნაირი სტრუქტურა აგებულება, რომლებიც ერთმანეთს გეომეტრიული ველებით გასასვლელებით უკავშირდებიან. თითოეული ამ აგებულების შიგნით 5 ჰორიზონტალური ფენაა და დახრილი სახურავები აქვს. ამ 5 ნაგებობის ქვეშ რაც კი ჩანს არის ვერტიკალური ველები, რომლებსაც გარშემო ზამბარასავით სვეტების ნაგებობები დაყვება. ეს რვა ვერტიკალური აგებულება ორ პარალელურ რიგადაა განლაგებული ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, რომლებიც დაბლა 648 მეტრზე ჩადიან და ორ დიდ კუბიკურ ნაგებობას უერთდებიან, რომლებიც დაახლოებით 80 მეტრის სიგანისაა. მთლიანი აგებულება 2 კილომეტრის ზომა მიწიდან ქვემოთ ყველა სამ პირამიდას უკავშირდება. ზუსტად არ იციან ამ სპირალით ნაგებობებს ენერგიის ველებად იყენებდნენ თუ უბრალოდ დაბლა ჩამავალი კიბეებია. ფუტურისტი ინჟინერ-გამომგონებელი ნიკოლა ტესლა ეგვიპტის პირამიდებით ძალიან იყო გატაცებული. მას სჯეროდა, რომ დედამიწა არის დიდი ენერგიის მატარებელი და თუ სწორად მიუდგები, შეგიძლია უფასო ულევი ენერგიის წყარო შექმნა. მან ამ თეორიაზე დაყრდნობით მოდელი სახელად ენერგიის გადამუშავების ხელოვნება ნატურალური მედიუმის საშუალებით დააპატენტა. ის დედამიწას აღიქვავდა როგორც გენერატორს და მისი შექმნილი სამკუთხედი ფორმის გენერატორის მოდელები ცნობილი გახდა როგორც ტესლას ელექტრომაგნიტური პირამიდები. ეხლა გადავიდეთ მესამე ნაწილზე, უკვე სხვა ბლოგერის მიერ შეგროვებული მასალები და მის მიერ წარმოდგენილი თეორია ამ ეგვიპტური პირამიდების შესახებ. ეგვიპტური პირამიდები არანაირ ფარაონების სამარხებს არ წარმოადგენს. სინამდვილეში ეს გახლავთ უზარმაზარი შენობა ენერგიის გენერაციისთვის. მოდი ახლა განვიხილოთ თეორია, რომელსაც მე ვაღმერთებ და მეგაგიგანტურ და მეგარეალურ თეორიად მივიჩნევ. ის მე ძალიან მომწონს და არა მარტო მე, არამედ ნიკოლა ტესლასაც ძალიან მოსწონდა და იმდენად მოსწონდა, რომ იგი აპირებდა კიდეც ამ ყველაფრის თანამედროვე ქალაქებში აღდგენა ხელახლა შექმნას. ჩვენ ყოველთვის გვიყვებოდნენ, რომ ეს პირამიდები ეგრეთ წოდებული ფარაონების სამარხები იყო და ისინი ამ ნაგებობების აგებას ჯერ კიდევ თავიანთ ცხოვრებაში იწყებდნენ და შემდგომ აქ იმარხებოდნენ კიდეც. არა და ჩვენს დროში პირამიდებში ვერცერთი ფარაონის სამარხის მოძებნა ვერ მოხდა. რატომღაც ისინი სადღაც მოშორებით მეფეებთან ერთად იყვნენ დაკრძალულები. ასევე პირამიდებში არანაირი იეროგლიფებისა და ნახატების აღმოჩენა არ მომხდარა. საერთოდ არაფრის. ყველაფერი ის რაც კი ფარაონების სამარხებისკენ მიგვითითებდა, მიგვიძღვებოდა ან კიდევ მიგვანიშნებდა მსგავსი სამარხების არსებობას. მიახლოებითი არანაირი არც იეროგლიფი და არც კედლის მხატვრობა პირამიდებში ვერ იქნა ნაპოვნი. ის მატერიალები, რომლებიც პირამიდების მშენებლობისთვის იქნა გამოყენებული,
საერთოდ არ არის შემთხვევითი მასალები. გრანიტი, რომელიც შეიცავს კვარცს და კვარცს კი აქვს უნარი, რომ გამოიმუშაოს ელექტროენერგია, როდესაც მასზე ზეწოლა ხდება. შემდეგ კირქვა. გამოყენებულია ორი ტიპის კირქვა. ერთი შიდა სივრცისთვის, თუ გახსოვთ, ადრე პირამიდები გარედან თეთრი კირქვით იყო დაფარული და მას ეწოდება ტუფი. ეს ტუფი შესანიშნავ იზოლატორს წარმოადგენს. შიდა კირქვა მეტალსა და კრისტალს შეიცავდა და ის ასეთ დროს მშვენიერი გამტარი იყო. ასევე იყო ოქროც, რომელიც წარმატებულად გადასცემდა ელექტროენერგიას ატმოსფეროში და სად იყო ეს ოქრო? ეს იმყოფებოდა პირამიდის პიკზე. და რა თქმა უნდა, ჩვენი დროებისთვის უკვე საკმაოდ გაძარცულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ასევე ცენტრში ნაპოვნი იქნა დოლომიტი, რომელიც ძალიან დიდ რაოდენობა მაგნიუმს შეიცავს და დენის უბრწყინვალესი გამტარია ასეთ სიტუაციაში. ასე რომ გარეგანი ფენა ერთგვარი იზოლატორი იყო, ხოლო შიგნიდან კარგი ენერგიის გამტარი სივრცე. და აი ზუსტად ტესლას მთელი ეს ისტორია ისე ძალიან მოსწონდა და ისე სჯეროდა ამ ყველაფრის, რომ უნდოდა ამ ყველაფრის ამ სახით ქალაქებში აღდგენა. ამიტომაც ვონდერკლიფში დაიწყო საკუთარი კოშკის მშენებლობა. უნდოდა რომ დედამიწის ელექტრომაგნიტური ველიდან ესარგებლა ელექტროენერგიით და ამიტომაც კოშკის ისეთი ფორმა მოიფიქრა, რომ გეომაგნიტურ ხაზებს დამთხვეოდა და გადაკვეთა მომხდარიყო. ზუსტად ისევე როგორც გიზას პირამიდების შემთხვევაში ხდებოდა. ეს კოშკი უზარმაზარი უკაბელო ელექტროენერგიის გადამცემი უნდა გამხდარიყო. სამწუხაროდ ნიკოლა ტესლამ ვერ მოახერხა ამ მშენებლობის დასრულება. და რატომ? იმიტომ რომ მას დაფინანსება შეუწყვიტეს. მთავარმა სპონსორმა უარი განაცხადა და დანარჩენი სპონსორებიც დაიყოლია, რომ ტესლასთვის ამ პროექტისთვის ფული აღარ მიეცათ, იმიტომ რომ ნიკოლას გიჟად თვლიდნენ და ფიქრობდნენ, რომ წამგებიანი პროექტი იყო და ეს ყველაფერი მათ ფულს ვერ მოუტანდათ. მეორე მხრივ კი ტესლას რომ ამ კოშკის მშენებლობა დასრულდა და მას ემუშავა, მაშინ ელექტროენერგია სრულად უფასო უნდა გამხდარიყო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იმ ხალხს, რომლებიც დიდ თანხებს გამოიმუშავებდნენ, ამ ენერგეტიკის სფეროდან ნამდვილად არ აწყობდათ ამ პროექტის განხორციელება. ერთხელაც მეცნიერებმა გადაწყვიტეს, რომ ექსპერიმენტი ჩაეტარებინათ და გაერკვიათ, რა იყო მართალი და რა სიცრუე. მოიფიქრეს, რომ ელექტრომაგნიტური სხივი მიემართათ ამ ხეოფსის პირამიდისგან. მართალია, რომ ნამდვილი სხივი, არამედ მათემატიკური მოდელი, რომელიც 100%-ით ყველა წერტილის დეტალის სიზუსტით იქნა შექმნილი და გამოირკვა, რომ ეს ყველაფერი არა მხოლოდ ელექტრომაგნიტური ველის კონცენტრაციას აკეთებდა, არამედ მისი ფოკუსირებაც კი შეეძლო და ეს ფენომენი ნათლად შესამჩნევი გახდა თავისი ძალიან დიდი ველებით, რაც შეეხება მდინარე ნილოსს. მაშინ, როდესაც ამ პირამიდების მშენებლობა მიდიოდა, ამ დროს მდინარე ნილოსი ძალიან ახლოს ჩაივიდა მშენებარე პირამიდებთან და გიზას დიდებულ პირამიდაში აღმოჩენილი იქნა გვირაბების სისტემა და რეზერვუარები, სადაც წყალი სპეციალური არხებიდან ხვდებოდა. წყლის ვიბრაციას კი ელექტროენერგიის პოტენციალი უნდა შეექმნა. ანუ წყალი გაივლიდა მთელ ამ არხებს, კვარცზე ახდენდა ზეწოლას, ხოლო კვარცი კი ელექტრონულ მუხტს აგენერირებდა და ელექტრომაგნიტურ სიხშირეებს ასხივებდა. თუ კი წყალი ქვევით ვიბრაციებს ქმნის, მაშინ ამას პირამიდების რეზონანსის გაძლიერება შეუძლია. ასე ვთქვათ, პირამიდებს შეეძლოთ კონცენტრირება და მერე მშვიდად გადაეცათ ეს ენერგია. და ბოლოს ჩემი შენიშვნა, რომ ეს ყველაფერი, მთელი ეს მოცემულობა დედამიწაზე მყოფ ყველა პირამიდას ეხება. პირველ რიგში ეს გახლდათ ენერგიის გენერატორი და როდესაც ფილმ ტრანსფორმერების მეორე ნაწილში ეგვიპტეში განვითარებულ სცენაში გვაჩვენეს, რომ დესეპტიკონებს პირამიდით მზის აფეთქება სურდათ, ზუსტად ამ კადრით გლობალისტებმა შეფარულად თითქოს და ფანტასტიკური ფილმის სახით გვაჩვენეს ამ თეორიის ნამდვილობა, რომ პირამიდების ელექტრომაგნიტური ენერგიის კონცენტრაციით დიახ მზის როგორც ტრანსფორმატორის აფეთქება შეეძლოთ ტრანსფორმერებს. ფილმის სახელწოდებას აღწერაში მიუთითებ, მეორე ფილმი არის ტრანსფორმერების Revenge of the Fallen, ან დამარცხებულთა შურისძიება, 2009 წლის ფილმია.
აღწერაში მიუთითებ ქვევით, შეგიძლიათ ნახოთ. ეხლა 2 წამიან რამდენიმე კადრს გაჩვენებთ ამ ფილმიდან. აი ეს გახლავთ. აი ეს ფილმი, აი აქაც ჩანს მშვენივრად. აი 2 წამიან მომენტს გაჩვენებთ. აი პირდაპირ აი ჩამოგრეული არის პირამიდა. ხედავთ და შიდა მოწყობილება, ზუსტად აი პირამიდის შიდა მოწყობილებაზეა საუბარი. რაზეც ახლა იძახიან, ეგ არ არისო რეალურიო. თვითონ ფილმიდან გვაჩვენეს გლობალისტებმა. აი მოწყობილებას შეხედეთ, აი დააკვირდით. აი პირამიდის თავი გადახსნილია და პირდაპირ აი აქ არის ის რაზეც ვისაუბრეთ უკვე ამ ვიდეოში. აი ეს კადრი. ეს კადრი. დანარჩენს თვითონ თქვენი თუ ყურეთ ფილმში. აქ უკვე ოპტიმუს პრაიმი ესვრის რა, ანუ სროლას ახორციელებს და ანადგურებს პირამიდას.